მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემა მარი დუდუნიამ და ნათია ზარდიაშვილმა მოამზადეს. საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. 25 ქალი მოკლულია ოჯახური პრობლემების გამო. სადამდე გაიზრდება ეს რიცხვები? სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლს ჯერჯერობით სამთვიან თავშესაფარს სთავაზობს. პოლიციას ქალებზე ძალადობა ჯერ ისევ ოჯახის საქმე ჰგონია. მოსახლეობაში დამკვიდრებული ტრადიციები და სტერეოტიპები ქალს ძალადობის თმენისკენ უბიძგებს და უკან დასაბრუნებელ გზას უჭრის. ცხოვრება შიშის ქვეშ. ნახეთ სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ გადაცემაში. ვითარება უკვე ტრაგიკულია. ქალზე ძალადობა სისტემურია. ქალებს კლავენ ყველგან, ყველა სოციალურ ჯგუფში, ქალაქში, სოფელში, ოჯახში, სასწავლო დაწესებულებებში. მაგრამ სანამ სიცოცხლის მოსპობამდე მივიდოდეს, ქალების და გოგონების ჩაგორა, დისკრიმინაცია, მათთვის თავისუფლების შეზღუდვა უამრავი, ფართო საზოგადოებისთვის ხშირად შეუმჩნეველი ფორმით იჩენს თავს. ეს არის მიზეზთა მიზეზი, როდესაც მოძალადე მენტალურად უშვებს, რომ მას აქვს უფლება იძალადოს ქალზე. ამ აქციით იმ მსხვერპლ ქალებამდე, რომლებიც დღევანდ ჯერჯერობით ისევ ცოცხლები არიან, მივიდა ხმა, რომ ეს არ არის ნორმა. ფემინიზმი რა არის? ეს არ არის კაცების საწინააღმდეგო მოძრაობა. ეს არის კაცების განთავისუფლება მათი ცრუ ოჯახის უფროსობისგან. მთელი ღამე ხო ეგრე უაზროდ გუნოს ესვამდნენ, პურს ეჭამდნენ და არ დაგვაძინეს არც იმ ღამეს გავათენით თითქმის. კრაუზზე ვიჯექი გიჟივით წამოხვდა იქ ფერთან პატარა სკამი ქონა თხისა. და ის ჩამარტყა 4 ჯერს თავში და მე ეს ხელი რომ მივიფარე მაშინ მომტყდა ეს ხელი. მე ახლა ფეხზე რაც ეცვა ის გაიხადა ის ჩამარტყა ორჯერ და ეს ხელის დასებული მქონდა და გამიარა ცოტა. მე ეს ფეხსაც მელიდერ ჩამარტყა თავში ისინიც ესე იყვნენ უზომოდ არც მომხმარებიან არც არაფერი ის ვისაც დავჭით სტუმრად. ორსული ვიყავი 6 თვის მოვიდა სახში ნასვამ მდგომარეობაში და რაღაც საჭმელი გამიცხელე შენს დაჯექი და ჭამე. ნუ არ მინდა მე ეს უკვე ნაჭამი ვარ და შენ ჭამე მაგაზე დაიწყო ჩხუბი. წასასვლელი არსად ამ მქონდა. ყველა მეგობარი ჩამომაშორა, მობილური ტელეფონი ჩამომართვა. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიმყოფებოდი ჯოჯოხეთში, ნამყოფი ვარ. ალმატურები და იმით ამცემდა, ხან აგური ჩამარტყა, ერთხელ დიდი პივის ჭიქა ჩამარტყა თავში, ნეკნი გამიტეხა, თავი გამიტეხა, ეს ჩანები ამოვარდნი. აი თითქმის ყოველ წელს ვიკეთებდი ოპერაციებს, რასაც ვქვია რა. საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ამასთან მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრზე ძალადობა ოჯახის საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს. ცუდი ამინდი იყო, წვიმიანი ამინდი იყო და რომ მომკიდა ესე ტანსაცმელზე ხელი, ხო, შემომეხა ეს რაც მეცვაზე. აი ესე გამაგდო საშინელი სიტყვებით გაეთრიე ჩემი სახელიანო და ბავშვს ვერ წაიყვანო. რომ ვცდილობდი რომ შემოსულიყავი უკან, ხო, და ვებრძოდი, ხელი მომყვა ჭიშკარში, ანუ კერძო სახლი იყო და რომ დაინახა რომ ხელი მაქვს მოყოლილი, უარესად აწვებოდა რომ რა ვიცი, ალბათ უნდა რომ მომტყდომოდა ეს თითები შიგ თუ რა იყო. მთელი სამეზობლო გამოფენილი იყო გარეთ, მიყურებდა ამ მდგომარეობაში და არავის არაფერი არ მოქმედებია რომ აი მომეხმარო მაინც. როცა ასეთი დამოკიდებულება არის ძალადობის მიმართ, არ არის ერთმნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, ახმული რომ ეს დაუშვებელია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ეს უკვე ნორმალიზებას ახდენს ძალადობის. ანუ რეაქციები არ აქვს სწორი ძალადობაზე. ან ხდება ძალადობა და ხალხი არ ერევა, ან ხდება ძალადობა და ვთქვათ პოლიციას გონია რომ ეს ოჯახის საქმეა. 2014 წელს ოჯახში ძალადობას 25-ზე მეტი ქალი შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა კი 15 მსხვერპლს ითვლის. ერთ-ერთი შემთხვევა 25 ივლისს ზესტაფონში მოხდა. უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა სერგი საცერაძემ
ყოფილი მეუღლე 19 წლის სალომე ჯორბენაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 5 ტყვია მოხვდა მოხვედრილი და ფაქტიურად დამიცხრილა შვილი პოლიციამ, რომელიც იმის მაგივრად რომ ხალხი უნდა დაეცვა და მიუხედავად ამისა ყველა მიცოდა რომ სალომეს რა დღეში აყენებდა მისი ქმარი და იმის მაგივრად რომ დაეცვათ ადამიანი პირიქით მე დაუცველი აღმოჩნდა მე არავინ არ დამიცვა. სპეციალისტების აზრით პოლიციელების მგრძნობელობა ოჯახში ძალადობის მიმართ დაბალია. 2014 წელს 112-ში 5457 გამოძახება დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერი კი მხოლოდ 212 შემთხვევაში გამოიცა. ორდერი მოძალადეს ერთი თვით უკრძალავს მსხვერპლთან მიახლოებას. გამომძიებელი გეუბნება, რომ მშვიდობიან ღამეს გისურვებ, იქნება დღეს მაინც არ მოგივარდეს ეს პიროვნება. ჩვენ მქონია ისეთი შემთხვევა, ნახევრად ყელგამოჭრელი გოგო მოგვიყვანიაო და მეორე დღესო ხელ-ხელ ჩაკიდებული გასულანო შემაკავებლის შემდეგო. იმისთან მიუხედავად რომ მე ვთხარი რომ ჩვენ შერიგებას არ ვაპირებთ, მაგრამ მე ჯობიაო რომ ესე ლაითად გავაკეთოთო, რომ დავწეროთო რომ არ გაგაჩნია პრეტენზია ამ ადამიანის მიმართ. 1000-მდე პოლიციელმა გაიარა მომზადების კურსი პოლიციის აკადემიაში, მათ მომზადებაში ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ჩართული იყო სახალხო დამცველის აპარატიც და შესაბამისად ის ახალი მოთხოვნები, რის წინაშეც დგას და გამოწვევების წინაშე ქვეყანა იმ პროგრამებში არის აბსოლუტურად გათვალისწინებული. როცა პატრულს გამოიძახებ, მოდიან 1 საათში, იმიტომ რომ თურმე მე ან აგიხსნით ზუსტად მე რომ მირეკავდა პატრულის თანამშრომელი თურმე ვერ მოაგნო სახლს. მე ვეცადე რომ ჯიბეში ჩამერთო ეს ტელეფონი, იმიტომ რომ მე რომ იმ დროს მეპასუხა, ჩემ ყოფილ ქმარს ეჭირა ძალიან დიდი რაღაცა ხელში და მაშინვე მესროდა. მე რომ იმ წუთას ტელეფონზე მეპასუხა და მე როცა მოვახერხე უკვე პასუხი, როცა დააკავეს და რატო არ მიპასუხეო მეკითხე. მე როცა ესეთ სიტუაციაში ვარ და იქ იმას ვებრძვი რომ ბავშვი გადავარჩინო, როგორ უნდა ვუპასუხო ტელეფონს მითხარით. ძირითადად ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციის მაგივრად ოჯახის წევრებს მიმართავენ დასახმარებლად. გიტა 6 წლის განმავლობაში ითმენდა ქმრისგან ფიზიკურ ძალადობას. მან 80-აბით კივილგამაყუჩებელი აბაზანაში დალია და 21 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ გოგონა ქმართან დარჩენის შემთხვევაში თვითმკვლელობით რამდენჯერმე დაიმუქრა. დედაო მალულად გირეკავო, მოდი თორე თავს მოვიკლავ. რატო შვილო მოვდივარ მეთქი უცბად უთხარი? რომ მივედი, ჩემი გიტა იწვა ლოგინზე და პატარა ბავს ანდრიას აწოვებდა ძუძუს. თქვა რომ რაღაცა საყიდლად მივდივარ, თავისი დაგაიყოლია. იხეთ აი ერთ მომენტში დასუთხრა გარე დამელოდეო, შევიდა აფთიაქში ბავშვი, 100 ცალი ნოშბა იყიდა ბავშმა და ორივე დები ამოვიდნენ ზემოთ. აბანოდან შვილო ისმის ხმა მე ვიყვირე დე შენ წამალი ხო არ დაგილევია ხო არ დამღუპე შვილო მეთქი და მანიშნა კიო დედაო კიო როგორ უნკლავდებიან ქალები ძალადობას და რა არჩევანი აქვთ მათ საქართველოში. ისინი ვინც მოძალადის ხელით სიკვდილს გადაურჩნენ, სახელმწიფო თავშესაფარში მიდიან, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დუმილს არჩევს. ვარჩიე ისევ მოძალადე ქმარი, რადგან ბავშვი მშერი დამრჩებოდა და აი ამიტომ. და დღემდე მე ვცხოვრობ ისევე ქმართან, ისევე ოჯახში ვცხოვრობ და ამ ყველაფერს ვითმენ და როგორ ვითმენ არ ვიცი. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვარ მუდმივად, ხშირად არა, მუდმივად. დედამთილი მაცივრის ხმას რომ იგებდა, ეგრევე გამორბოდა სამზარეულოში. და მე ვიპარავდი საჭმელს, აი მაცივარს უცებ გამოვაღებდი ჩუმად. იქვე სამზარეულოს გვერდით არის საპირფარეში, შევრბოდი და აი ვჭამდი ჩუმად. რო არ წავქცეულიყავი და ბავშვთვის მიმეხედავდი. ძალი რომ უფრო ხშირად დედამთილის მსხვერპლია ხოლმე, ესეც ვიცით. შეიძლება იქ არ არის ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალიან დიდი ჭიდილი მიდის. ძალიან ხშირად ძალი კარგავს ხოლმე საკუთარი თავის წმენას, იმიტომ რომ თქვა დედამთილს შეფასებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და არ იწონებს და ასე ვთქვათ, მიდის ხოლმე ერთი მამაკაცის გამო ბრძოლა, ხო, იმ ოჯახში. რა სარგებლობა მოაქო შენს ცოლ შენთვისო.
მე ჩემ შულს არ ვამუშავებდი 30 წლამდეო და ეხლა შენ რო გადაგეყარავ იმის მერე დაიწყო მუშაობაო. მონათ აქცია ჩემი შვილი ვასი ამბობდა. მე ბავშვი რო გავაჩინე და ვიმშობიარე, ესეთი რაღაც გამოაცხადა, რომ მე აღარ დავინახო მეტი შვილი რო გააჩინოს ამანო. ორჯერ იყო ესეთ შემთხვევა, რომ მე დავრჩი ისე ვურცულა და ჩემმა დედამთილმა მაიძულა, რომ მომეშორებინა ეს ნაყოფი. საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის 3 თავშესაფარი არსებობს: თბილისში, გორსა და ქუთაისში. მეოთხის აშენება თელავში იგეგმება. თავშესაფარში მოსახვედრად საჭიროა მსხვერპლის სტატუსის მიღება. ამისათვის მან ან პოლიცია უნდა გამოიძახოს, ან სასამართლოს უნდა მიმართოს, ან საუწყებათაშორისო საბჭოს, რომლის მუშაობაც ამ დროისთვის შეჩერებულია. როდესაც აქვს მსხვერპლის სტატუსი, ის იღებს უფასო სამედიცინო, სამართლებრივ მომსახურებას და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. სამედიცინო და ფსიქოლოგიური განსაკუთრებით და მეთანხმებით ალბათ რომ ყველა სჭირდება. და გარდა ამისა რეაბილიტაცია, რეინტეგრაცია, სარეაბილიტაციო საინტეგრაციო სტრატეგია, რაც მსხვერპლს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის დატოვებს თავშესაფარს, ამის შემდეგ გარკვეულწილად შეეძლოს, რომ თვითონ თავი უზრუნველყოს. საქართველოს პირობებში თავშესაფარზე საერთოდ უკვე მეცინება. ეს არ არის ის, რომ მე ადამიანებს ვერ მოვუწოდებ, რომ წადით დაიცავით თავი ძალადობისგან და წადით თავშესაფარში თავს უშველეთ. მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, იმიტომ რომ ეს თავშესაფარი არაფრის გარანტიას არ გაძლევს. მხოლოდ 3 თვე დაგიცავს, ნამდვილად დაგიცავს 3 თვე. მერე წახვალ და ხარ სასადაგ ქვეყანაში შენს მცირეწლოვან შულთან ერთად. უსამსახურო, შეიძლება უბინაო, ულუკმაპუროდ დარჩენილი. ოჯახში ძალადობას, ანუ იცახდა რომ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ესპანეთს აქვს. ეს პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეისწავლა. შეიძლება ითქვას, რომ სინათლის წლებით გვასწრებენ ჩვენ. ჩვენ ვართ უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები, ხა იგივე ამიერკავკასიის ქვეყნები და ვთქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მაგრამ ის რაც ჩვენ იქ ვნახეთ არის აბსოლუტურად მსხვერპლზე მორგებული და ორიენტირებული დაცვის მექანიზმები. სასწაულის შედეგები აქვთ მართლა. აი არ ვიცი, მოძალადეთა კორექციის პროგრამებში 90% აღარ იმეორებს ძალადობრივ დანაშაულს და 44 მილიონიან ქვეყანას ოქტომბრის მონაცემებით ყავდა 54 ქალი დაღუპული ოჯახში ძალადობის ან მოკლული ოჯახში ძალადობის კონტექსტში. როცა ჩვენ 4 მილიონიან საქართველოს იმ დროისთვის უკვე 24 ქალი იყო მოკლული. ესპანეთში ძალადობის მსხვერპლი საწყის ეტაპზე კრიზისულ ცენტრში გადაჰყავთ. აქ ის 2 თვის განმავლობაში რჩება და ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას იღებს. მეორე ეტაპი წელიწადნახევრიანი სახელმწიფო თავშესაფარია. ამის შემდეგ ის რეაბილიტირებულია, თუმცა სახელმწიფო არც მაშინ წყვეტს დახმარებას და 1 წლით ბინას ქირაობს. ბოლოს კი სახელმწიფო მსხვერპლს იაპ კრედიტს აძლევს. სისტემა ასევე ითვალისწინებს მოძალადის ქცევის კორექციას. საქართველოში 5 რგოლიდან მხოლოდ 1, 3-დან 6 თვემდე სახელმწიფო თავშესაფარი არსებობს. იქიდან გასული ქალები კი ვერც გრძელვადიან თავშესაფარს იღებენ, ვერც სოციალურ განსახლებას და ვერც იაპ კრედიტს, რის გამოც თავშესაფრიდან ხშირად ქუჩაში ხვდებიან. საქართველოში არც მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა არსებობს. 2015 წლისთვის თავშესაფრის ვადის გახანგრძლივება იგეგმება. ეხლა უკვე მთავრობის დადგენილებით გაიწერა პროცედურები, თუ როგორ უნდა დაადგინოს ჯგუფმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ამ ჯგუფის შერჩევა და რეალურად ეს ჯგუფი ძალიან ახლო მომავალში გააგრძელებს უკვე მუშაობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მათ აღარ ექნებათ დაბრკოლება იმისათვის, რომ თავშესაფარში განთავსება მოხდეს უკვე 18 თვით, როგორც ეს ახალი რეგულაციებით არის განსაზღვრული. თუ არსებობს გარემოებები, რომელიც დაარწმუნებს კომისიას იმაში, რომ იგი კვლავ ძალადობის მსხვერპლად რჩება, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს. მე იმას კი არ ვითხოვ იმ კაცო მთავრობისგან და გინდაც სახელმწიფოსგან, რომ დაღეჭილი ლუკმა ჩამიდოს. საცხოვრებელი მარტო საცხოვრებელს ვითხოვ, მარტო საცხოვრებელს. დანარჩენს ხო მე თვითონვე ყველაფერს გავაკეთებ, ვიმუშავებ კიდევაც. მე არ მინდა რომ აი რახან საცხოვრებელს ვითხოვ.
იმ კომუნალურებიც იმ მთავრობამ მიხადოს, არა, მე ჩვენაირი ადამიანები ეგეთ რაღაცას არ ითხოვენ. ჩვენ ვითხოვთ სიმშვიდეს. ადამიანს ჯერ ჭირდება დრო ძალიან დიდი ხანი რომ მოვიდეს გონზე იმ ტრავმის მერე რაც გადაიტანა და მერე ძალა მოიკრიბოს რომ ან განათლება დაამთავროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განათლებაც არ აქვს დამთავრებული. თუ ჩვენ რაღაც კიდე არ დავამატებთ სერვისებს და არ კრიტიკულად არ გავიაზრებთ, გამოდის რომ რაღაცა ეტაპამდე შველით, ანუ უშუალოდ წავე ფაქტს, როდესაც არის ძალადობის იმ მომენტში შეიძლება რომ ჩავერიოთ და გამოვიყვანოთ და მერე უკვე არის ძალიან დამოკიდებული სოციუმზე. 2013 წლის გაეროს კვლევის თანახმად საზოგადოების 42% მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება ბიჭს უნდა გადაეცეს. სტუდია მონიტორი ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხის აზრით დაინტერესდა. ვის უნდა დარჩეს მშობლების ქონება, გოგოს თუ ბიჭს? უპირატესობა მამაკაცზე ენიჭება. კავკასიის ხალხებში ესე არის. მაგრამ თუ გაჭირვებულია გოგო უფრო შეიძლება რომ გაუნაწილდეს იმასაც რაიმე. შეიძლება თანაბრად არ გაუნაწილდეს, მაგრამ ბიჭს მიეცეს 80% და 20% გოგოს მიეცეს. ორივე წესით რა მე ჩემი დედმამიშვილის რაჯავრი უნდა მჭირდეს რომ მარტო ჩემთვის მოვინდომო ყველაფერი რა ვიცი. მაგას მნიშვნელობა არა, რა მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი რა მნიშვნელობა. ორთავეს აქ უფლება. ჩემი აზრით ბიჭს. და რატო? იმიტომ რომ ის არის ოჯახის მართველი. ამიტომ მას უნდა უტო. მე მგონი ორივეს. თანაბრად? რატო ფიქრობთ ესე? ორივენი შვილები არიან და შეიძლება ბიჭს ცოტა უპირატესობა მიენიჭოს რაღაც. ბიჭს უნდა დაჩეს, გოგო ბაიც უნდა გათხოვდეს რაღაც თუ წავიდეს ოჯახიდან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძალადობას საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპებიც კვებავს. ძალიან ასე ვთქვათ, უცნაურია ხოლმე დამოკიდებულება განათხოვი ქალის მიმართ საზოგადოების დაუცველია. ანუ რეპუტაცია შელახულია ხშირ შემთხვევაში, ეს მითი არსებობს, რომელიც მას შეიძლება აკავებდეს საიმისოთ, რომ გაარღვიოს ეს წრე. მაგალითად არის ესეთი, რომ რასიჩუმია გოგო დაიბადა? ანუ არ უხარიათ ესე იგი გოგოს გაჩენა, ან აი როგორ კაცურად ვჭამე, ან კაცურად დავისვენე, ესე იგი ხარისხიანად გაბატონებული ფენისთვის, წარმომადგენელისთვის დამახასიათებად. ან გოგოსთან მიმართებაში შეიძლება მასწავლებელმა თქვას, რომ ჭკვიანი კი არ ხარ, ანუ კი არ ეთქვენ, რომ შენ კაცის ტვინი გაქვს, ანუ ჭკვიანი ქალი თავისთავად შეიძლება არ არსებობს მათი გაგებით, ხო? ანუ კაცის ტვინი აქვს, თუ გოგოა ჭკვიანია, ესეთი კომპლიმენტი. ნუ რა თქმა უნდა, ამის პარალელურად არის ეს დედაბოძი და დედამიწაც, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომელიც დაკავშირებულია დედასთან და არა იმდენად, რომ მაინც და მაინც ქალი თუ დედა არ არის, მას იგივე პრივილეგიები უნდა ქონდეს. და აქვს, არა აქვს. მოძრაობა შეეცდება შეცვალოს გარემო, რომელიც დღეს საქართველოშია. შეეცდება იბრძოლოს იმისთვის, რომ მოხდეს თანასწორობა ქალთა და მამაკაცებს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, სადაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქალი და მამაკაცი არის აბსოლუტურად თანასწორი არსებები არიან, მათ აქვს თანასწორი უფლებები, შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის, მაგრამ ორივე სრულყოფილი. ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ ახლა და უნდა ვლაპარაკობდეთ ქალების ჯანმრთელობის და რეპროდუქციულ უფლებებზე, ქალების თანაბარ ანაზღაურებაზე, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობაზე. ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმ თემებზე, იმ ტაბუ დადებულ თემებზე და პრობლემებზე, რაც ქალებს აწუხებთ, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ და ქალებზე ძალადობას ვაპროტესტებთ. წარმოგიდგენიათ, სად ვართ? ჩვენ ვართ ერთი საუკუნით უკან ვიდრე განვითარებული მსოფლიო.